Grantების კანონთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების ამოცანაა საზოგადოება ტოტალური პროპაგანდისგან დაიცვან, რომელიც NGO-ების გავლით საქართველოში რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი. Grantების კანონს აკრიტიკებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართული ხალხის ნებას. ქართული ხალხი თქვა ხო აქ დასაწყისში, რომ ქართულ ხალხს დაუპირისპირდა თურმეს კანონი. ერთადერთი ვინც გამოხატავს ქვეყანაში ხალხის ნებას არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ქართული ხალხის დევნა არის ის, როდესაც მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას უწოდებენ ხან იმას, რა ქვია, არალეგიტიმურს, ხან პრორუსულს. ეს არის უბრალოდ ქართული ხალხის დევნა, როდესაც იქ რაღაც არჩევნებს არ გელოცავენ, არავის არ ჭირდება არის გელოცავენ, როდესაც ქართული ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ. ეს არის უბრალოდ ქართული ხალხის დევნა. NGO არ არის ქართული ხალხი. NGO არის პოლიტიკური ინტერვენციის ინსტრუმენტი, რაც მალობა ღმერთს უკვე აღიარა ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მარტო ინტერვენცია აღიარეს. მათ პირდაპირ თქვეს, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს NGO-ები გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაორგანიზებლად სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ-ერთი პირველი იყო ამ კუთხით ბუნებრივია საქართველო. ეს კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში ამ ყალბი პროპაგანდისგან, ამ ტოტალური პროპაგანდისგან, რომელიც რევოლუციური მიზნებით იყო შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში.